მაშასე მებრძოლი ფონიჭალიდან ანდრია ღუტიძე მეოთხე წვილი თქვენს წინაშე მეოთხე წვილის პირველი მებრძოლი გამოდის თქვენს წინაშე მივესალმოთ სპორტსმენს ანდრია ღუტიძეს თქვენს წინაშე მეგობრებო მის დაველოდებით ახლა მის ვიზავის შავ კუთხეში ანდრიას მეტოქე მებრძოლი ზემო ფონიჭალიდან ნიკა ძმანაშვილი მისი მეტოქეც ნიკა ძმანაშვილი როგორ მსიამოვნებს გიო ამათ იყურება როგორ მსიამოვნებს აი არა ამ შაბათ-კვირის აი დამაგვირგვინებელი ესე რომ ვთქვა ამ კვირის დამაგვირგვინებელი ლამაზი სანახაობა სპორტული კი მე მგონი კაი გადაწყვეტილება იყო რომ ზედიზე ჩაგვეტარებინა ეს საბრძოლო 3 დღე აშკარად და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა მიუხედავად იმისა რომ თია ძნელია ეს ზედიზე კონცენტრირებული და ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის ცქერა კი ბატონო დაინახე რა დაიწყეს ახლა პირველი რაუნდი ეგრევე აი ისევ გამორჩეული ფუტვორკი აუ კარგი დარტყმა უნდა გამოსვლო და არ ვერ მისწვდა კარგი ზედმეტად გადატენილია თითქოს ზედმეტად გადატენილია ნიკა ძმანაშვილი ცოტა რომ მოდუნდეს ატარა თავის ოვერჰენდი და ბექფისტი აი დარწმუნებული ვარ ეს ჩაფხუტები რო არ ქონდეთ ძალიან დააზიანებდნენ ერთმანეთს იმიტომ რომ ისეთ დარტყმებს უშვებენ ისეთ ძლიერ დარტყმებს ამ პატარა ასაკში უკვე საოცარია ხო ნუ თუმცა ეს ბავშვის ძალა მაინც არ არის დასრული მამაკაცის ძალა და რა თქმა უნდა თუ შევადარებთ კი მაგრამ შედარებით ხო მაგრამ ძალიან კარგი აყენებენ როგორც ასეთი თუმცა კი ტექნიკა აღსანიშნავია და უკვე მზად არიან ეგენი რა როგორი кай ფინტი კი აი кай ხო ქვიდან ამოვიდა ზუსტად შეხტომით ხუკი კი აი თითქოს მატყუარა ილეთი გააკეთა ქვევიდან ამოვიდა და ეგრევე დარტყმა არ გამოვიდა მაინც ისე როგორც უნდა მაგრამ კი ძალიან კარგი დარტყმა გამოვიდა რას ფიქრობ დუკა ამ რაუნდში ვინ მოიპოვა უპირატესობას თეთრი კუთხე უფრო მეტად ხო მეც იყო მეც ვფიქრობ რომ ეს ანდრია ფონიჭალური ფუტვორკი ასე დავარქვათ კი სამბოლდა ზუსტად დავნახოთ აბა შევხედოთ რამდენად შეძლებს შესრულებას თავისივე გეგმის დათუსანი ტრენერი ფონიჭალელი სპორტსმენი და ჩვენ სცენაზე რო გადმოვთარგმნოთ დათომას ალბათ ესე ეძახია კი ბატონო ნახე აი ხო თქვენ ჰაილაითებს უყურებთ თქვენს წინაშე არის ჰაილაითები ზუსტად იმ სანახაობრივ აი არც ჩაეტევა დარწმუნებული ვარ იმ დროის განმავლობაში რაც არის მოცემული იმდენი დარტყმა იყო რომ ვერც ჩაეტევა ჰაილაითებს მეორე რაუნდი იწყება და რეფერი მისა ნიშანი ნახოთ ახლა რა შემოგთავაზებს კარგი მოარტყა არიგლებიან დარტყმა იყო თუმცა მე აი მანაშვილს ჯერჯერობით მოაქცინა წინა მონაკოეთი მეორე რაუნდისა კარგად უნდა რომ დახვედრო და აი კარგად აიცილა ზრობა ეხლა ზუსტ პირიქით დაელოდა ეხლა ბუტიძე თავის მეტოქეს კარგად ატრიალებს კი ანუ ცვლათა პოზიცია აქვს ანუ შესაბამისად ხან უტევს ხან დადგება და ელოდება და ამავე დროს ალბათ დაინახა ცოტათი დაიღალა ეხლა ძმანაშვილი მაგრამ თვითონაც
ჩემი აზრით ზმანაშვილმა წამოიღო ეს მეორე სხვათა შორის მინდა დაგეთანხმო, კი, იმიტომ რომ უფრო მეტად აქტიური იყო და უფრო მეტად კონცენტრირებული იყო დარტყმათა სერიებზე და ზუსტად ხო, და სხვათა შორის რაზე მინდა შენი ყურადღება მივაქციო. აი ანდრია უტიძე ჯერა მორჩა თუ არა აქტიურად გადაადგილებას და ფინტების კეთებას ეგრევე მიიღო მეტი დარტყმა, საგრძნობლად მეტი დარტყმა ვიდრე წინა რაუნდში. რას ფიქრობ დაიღალა თუ? გეიმპლანი იყო და არ გაამართლა. არა, უბრალოდ ვერ მიყვება ჩემი აზრით გეიმპლენს, იმიტომ რომ ადვილად ამოსაკითხია დათადათუსანის მოწაფეების ასე ვთქვათ სტილისტიკა ბრძოლებს. და ყველა გამორჩეულია ამ გადაადგილებით და ფუტვორკით. ან შეიძლება სამი ბრძოლა რამაც მოაგებინა მათ. ან შეიძლება ზმანაშვილმა უკვე აქტიობა რო ჩართო თავის აი ხედავ, გადაადგილდება თუ არა იგერიებს ადვილად მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნომრად მუშაობს. ეხლა ეს მონაკოთი მან წაიღო, თუმცა ზმანაშვილმა ნოკდაუნი გაუკეთა. ეს უკვე პლუსად ჩაეთვლება საპირისპირო კურსებზე რომ მოძრაობდნენ მებრძოლები ერთმანეთთან დაახვედრა ძლიერი მარჯვენა და მესამე რაუნდი ფაქტიურად ამით მიუხედავად ცუდი დარტყმებისა თავისკენ წამოიღო, თუმცა ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ. შედი ეხლა იქვე. ზდოური წამი დარჩა მესამე რაუნდის დასრულებამდე. კარგი დარტყმა იყო ტრიალში. მაგარი ფისტები გააღვამეს. ოჩახ ბიჭებს გამას მებრძოლები. არა, მგონი მეოთხე ბრძოლა რაღაცა დათო სანს არ ვიცი. იმიტომ რომ ცოტა იყოს დაიხალა, გაუჭირდა. ჩემი აზრით კი, წამოიღო ზემოფონ ჭალელმა სპორტსმენმა ნიკა ზმანაშვილმა. შესაბამისად. თუმცა ეს თუ ის მეორე რაუნდი იყო, ბოდიშით. ეს მეორე იყო? არა, ეს მესამე. კი, ჩაფხუტებს ხოცნიან. მე კიდე გამიხარდა მეთქი კიდევ ერთი რაუნდი დარჩა, მაგრამ სამწუხაროდ არა. სულ მალე გამოვავლენენ, ეხლა უკვე გამარჯვებულებს დაველოდოთ საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებას. მაშასე ამ ბრძოლაში გამარჯვებულია ორივე სპორტსმენი მსაჯის გადაწყვეტილებით გამოცხადებულია ფრე. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. მათ ეს დაიმსახურეს.